Davrundit პირდაპირ ეთერში ბატონი ალექსანდრე მოტერელიას ვესაუბრებით სახელმწიფო სრულებულს სამეგრელოს და ზემოსვანეთში. მოგესალმებით ბატონ ალექსანდრე. როგორ ბრძანდებით, რა ვითარებაა? სიმშვიდეა, იმიტომ რომ ჩვენ ვკითხულობთ და მოგდის ინფორმაცია, რომ ბოლომდე სიმშვიდე არ არის, არც განსაკუთრებული გართულება, აი თქვენ ბრძანებდით, რომ ქუჩებში ხანმრთელობაა, ზუგდიდის ქუჩებს გულისხმობდით და ბაზართან პოლიციის მობილიზება დაგჭირდათ და დაკეტვაც მოგიწევთ ალბათ ბაზრის დაკეტვა თუ არ დაკეტებთ უკვე. აი ამ ხრივ რა ვითარებაა თქვენ დამირწმუნებულ რეგიონში? მოგახსენებთ, რომ ჩვენ ბაზრის ფუნქციონირება ნაწილობრივ, უпростоრად ზუგდიდის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიების, რომლებიც მდებარეობენ გადახურულ შენობაში, მათი ფუნქციონირება გადავწყვიტეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ქალაქის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით. ბაზარს ჩაუტარდა დეზინფექცია, მოწესრიგდა ყველა ის მოსაწესრიგებელი, რაც მათ ჰქონდათ მოთხოვნებით საბამისად, დაიწყო ფუნქციონირება ბაზარმა. 2 დღის განმავლობაში ნორმალური მდგომარეობა ჰქონდა, იქს იცავდნენ, დისტანციას იცავდნენ. ანუ ბაზარი შიგნით მოწესრიგებულია დღის მდგომარეობით, თუმცა დღეს მივიღეთ ასეთი სამწუხარო ფაქტი, რომ ბაზრის გარეთ აბსოლუტურად შეუძლებელი გახდა რიგის დაცვა. ანუ დისტანციის დაცვა მოქალაქეებს შორის. მოგვიწია სამწუხაროდ მთელი პოლიციის რესურსის გადმოსროლა და გაფრთხილების მიუხედავად საჯარიმო სანქციების სამწუხაროდ დაწერაც მოუწიათ ჯარიმების 3-3,000 ლარის მიუხედავად სიტყვიერი გაფრთხილებისა არ დაემორჩილნენ არც პოლიციას და მას შემდეგ რაც დაწერილი იქნა ჯარიმები, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს დისტანციის დაცვა. დღეს ჩვენ სულ 1 საათის წინ გქონდა დათბირი ძალოვანებთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ხვალ დილიდან როგორც პოლიცია, ასევე მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური დაიწყებენ მორიგეობას უკვე დილის 8 საათიდან და თუ კი ჩვენ შევატყობთ, რომ სიტუაცია გახდება ისე საგანგაშო და მართლა არ დაემორჩილება, მაშინ ვიღებთ სამწუხაროდ გადაწყვეტილებას, რომ დაიხო. ბატონ ალექსანდრე, ეს ცხადია, საღდგომო მზადებას უკავშირდება ეს ყოველივე ალბათ, ხომ? საღდგომო მზადებას გულისხმობ ბაზარში ესეთი დიდი რაოდენობით ხალხის მისვლას, ეს საღდგომო თემაა. თქვენც ასე ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ეს საღდგომო თემაა, თუმცა ამავე დროს აღსანიშნავია ის, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქეები არიან ჩამობრძანებულები რეგიონში და სამწუხაროდ ვიხდება ასეთი მეთოდების გამოყენება იმისათვის, რომ ელემენტარული დისტანციის დაცვა მოხდეს. გულისხმობთ დიდი ქალაქებიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, ხო, ასე? კი ბატონო. შეიძლება თუ არა სასაფლაოების დახურვის საკითხი რომ განიხილოთ, იმიტომ რომ მოდით პირდაპირ თქვათ, ყველგან უჭირს ხელისუფლებას უკვე უჭირს მე გულისხმობ ეს რამე ესეთი საშინელი გაჭირვება კი არ არის, მაგრამ ძალისხმევის შემდეგ ხდება მოწესრიგება და ამდენი საპოლიციო რესურსი არც ერთ რეგიონს არ აქვს, უამრავი სხვა საქმე აქვს პოლიციას და დაკეტვის საჭიროება შეიძლება მაგალითად სასაფლაოების დადგენს. მე არაფერს არ გამოვრიცხავ, ვინაიდან ასეთი სიტუაცია დღეს ჩვენ რაც მივიღეთ, პოლიციის მთლიანი რესურსის გამოყენება დაგჭირდა და ფაქტიურად პოლიცია მოწყდა სხვა საქმეს, იდგნენ რიგის დამრეგულირებლებად. ეს არის წარმოუდგენელი რამ, როდესაც მთელი ზუგდიდის პოლიცია, სამხარეო პოლიციის დიდი ძალები იქნა გადმოსროლილი ასეთი მარტივი საკითხის მოსაგვარებლად, რასაც ქვია მოქალაქეებს შორის დისტანციის დაცვა. ხო საუბარი არის სრულ 2 მეტრზე დისტანციის დაცვაზე. რომ შევიდეს ადამიანი ცივილიზებულად, იყიდოს რაც მას პროდუქტი ჭირდება და წავიდეს სახლში.
ჩვენ ხო ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნიშნით, რომ არ მომხდარიყო ჯერ ეს ერთი მოსახლეობის შეწუხება იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ პროდუქტი დაგროვილი და ჭირდებოდათ ამის რეალიზაცია, უფუჭდებოდათ საქონელი. ამავე დროს ისიც აღსანიშნავია, რომ ბაზარში ბევრ პროდუქტზე, რომელიც მაღაზიაში შეიძლება უფრო იაფია, კი ბატონო. ან უფრო იაფია და პლუს ასევე ასორტიმენტიც უფრო მეტია და ამავე დროს ბაზარში დასაქმებული არიან მეწარმეები, რომელთაც საკმაოდ დიდი ზარალი განიცადეს. ეს ხალხი მოწესრიგდა, შეასრულეს რეკომენდაციები, რაც მათ მიეცათ და სამწუხარო ფაქტი მივიღეთ ის, რომ სრულიად მოულოდნელად მოხდა ესეთი ბატონო, ეხლა რა სიტუაცია არის ბაზართან? აი ამ მომენტში. რაც ჯარიმები დაიწერა 3-3000 ლარიანი ჯარიმები, რაც გამოიწერა, იმის შემდეგ დაიწყო მოწესრიგება. ესეც რა თქმა უნდა სამწუხარო ეხლა ხელისუფლების ინტერესში ნამდვილად არ არის დღეს ის, რომ ჯარიმები უწეროს ჩვენს მოქალაქეებს. მესმის. და თქვენ ხვალ დილიდან ისევ პოლიცია მობილიზებული იქნება და მოხალისეები, ამავე დროს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, თუ კი ჩვენ შევატყობთ, რომ ისევ მივდივართ საგანგაშო მდგომარეობისკენ, სამწუხაროდ მაშინ მოგვიწევს თლიანად დახურვა. კიდევ სწორედ ბაზარი აღნიშნე სასაფლაოების სამწუხაროდ შეიძლება ესეთი პრობლემის წყარო იყოს. სხვაგან მაღაზიები, სუპერმარკეტები იქ უკვე ნორმალურად არის, ხო? საქმე იქ არ შეგიმჩნევია მსგავსი პრობლემა, ხო? ნუ, პრობლემები ყველგან არის და მსგავს გულისხმობ. ასეთი რაც დღეს მოხდა ზუგდიდის ბაზართან, ასეთი პრობლემა არ ყოფილა. თუმცა დარღვევები, რა თქმა უნდა, ყველგან არის და ზუგდიდის ბაზრის ფუნქციონირების დაწყების ერთ-ერთი არგუმენტი ესეც იყო, რომ მოგვეხსნა დაძაბულობა სხვა მარკეტებთან. ნუ თუ არ ესმით ზუგდიდელებს და სტუმრებს, რომ აი მათი და არა მარტო ზუგდიდელებს, ზოგადად ხალხს ჩვენთანაც თბილისშიც ყველგან პრობლემებია, რომ სწორედ მოწესრიგებულობით, სწორედ რაღაც დისციპლინით თუ გაგრძელდება ფუნქციონირება აი ამ ბაზრების იქნება თუ მაღაზიების, იმიტომ რომ ისინი მარტო საკუთარ თავს ხო არ უფუჭებენ საქმეს, ვინც ესე მოუწესრიგლად დგას რიგში, ისინი ზოგადად აფუჭებენ ძალიან ბევრი ადამიანის საქმეს და ურთულებენ ცხოვრებას. თუნდაც იმ ბაზრის მოვაჭრეების სიტუაცია ავიღოთ, როგორც თქვენ ბრძანეთ, მოაწესრიგეს, იშრომეს, რაღაც ხარჯებიც გაიღეს ალბათ და უცებ ესეთი რაღაცის წინაშე დადგნენ, კი ბატონო. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მოწესრიგება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე გადაწყვეტილების მიღება და დახურვა. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც მეწარმეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მოწესრიგებისკენ და გადადგეს ის ნაბიჯები, რაც მათ უნდა გადაედგათ, ნუ დღევანდელი ფაქტი ძალიან სამწუხაროა და არა მხოლოდ ეს ფაქტი, ამავე დროს ჩვენ რესურსის მოცდენა გვიწევს სამწუხაროდ ბანკომატებთან. ეს ხო მარტივი კითხია. ბანკომატია. ბანკომატთან ყავს მოხალისეები და ამავე დროს პოლიცია და ამ პოლიციას ხო რესურსი ამოუწურავი არ აქვს. ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საქმეა. ანუ რიგი არ არის მოწესრიგებული ბანკომატთან, ხო? თქვენ ასე ამბობთ. დაგჭირდა სამწუხაროდ ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ მოწესრიგებულიყო. დღეს არის, თუმცა მაინც მოხალისეები დგანან. დღესაც უწევთ სიტყვიერი განმარტებების მიღება, რომ როდესაც დგას ერთი ადამიანი და ბანკომატიდან ფული გამოაქვს, მეორე ადამიანი მოშორებით უნდა იყოს. ბატონო ალექსანდრე, თქვენ გაქვთ საშუალება მიმართოთ თქვენს თანამოქალაქეებს, თქვენს თანამემამულეებს, ადამიანებს. აი რას ეტყვით მათ და რის თქმა შეგიძლიათ მათთვის? მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც უგულებელ ყოფენ წესებს, მოვთხოვო ის სავალდებულო შესასრულებელი წესები, რაც არის მათი პირადი უსაფრთხოება და ამავე დროს არის იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც არიან მათ გარშემო. ამდენად, ნურც საკუთარ თავს ჩააყენებენ საფრთხის წინაშე და ნურც სხვას ჩააყენებენ. ამავე დროს ასეთ ვითარებაში, როდესაც ყველას დღეს ძალიან უჭირს ჯარიმის გამოწერა, ეს კიდევ უფრო უარესი არის მათთვის
იმ ადამიანებისთვის, ვინც ერთხელ დაარღვია, ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს ფაქტები დარღვევის საკომენდანტო საათის, რომლებიც დაჯარიმდნენ და დღეს მეორეჯერ დაარღვიეს უშინ წინ იგივე პიროვნებებმა და სამწუხაროდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება ამ შემთხვევაში. ეს არის ის წარმოუდგენელი ყოვლად ქმედება, რომელსაც პირველ რიგში თვითონ მოქალაქეებისთვის მოაქვს ზიანი და ამავე დროს მათ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. ძალიან მინდა ყველას ვთხოვთ, რომ გამოვიჩინოთ ეს მოკლე პერიოდი, სანამ გვაქვს ჩვენ საგანგებო მდგომარეობა, შევასრულოთ ყველა ის მოთხოვნები, რაც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული. დავიცვათ დისტანცია, შევიკავოთ თავი გადაადგილებისაგან, თუ არ არის ეს გადაუდებელი აუცილებლობა და სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს დღეს, როდესაც გადაადგილება ხდება სრულიად აუცილებლობის გარეშე. დღეს არა გვაქვს მესმის, რომ დღეს ახლოვდება ყველაზე დიდი ჩვენთვის ყველასათვის დღესასწაული. ამინდიც კარგია, გვინდა მოვინახულოთ ჩვენი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე კიდევ დაბეჯითებით გთხოვთ, მოგთხოვთ, ვითხოვთ ამას, რომ ყველა მაქსიმალურად შევასრულოთ ის, რაც არის მოთხოვნილი უსაფრთხოების დომებიდან გამომდინარე. უღრმეს მადლობა წარმატებას გისურვებთ, მეც აღარ დაგაყოვნებთ, იმედია შეისმენენ ჩვენი თანამოქალაქეები თქვენს თხოვნას თუ მოთხოვნას. ბატონი ალექსანდრე მოწერელია გახდა ჩვენი განაცემის სტუმარი.